ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება DCFTA იძლევა სამ თავისუფლებას, რომელიც აქვს ევროკავშირის შიდა ბაზარს. სულ აქვს 4 თავისუფლება ევროკავშირის შიდა ბაზარს. ერთი თავისუფლება ეს არის საქონლის თავისუფალი გადაადგილება, მეორე თავისუფლება არის მომსახურების თავისუფალი გადაადგილება, მესამე არის კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება და მეოთხე არის ადამიანების და შრომით რესურსების თავისუფალი გადაადგილება. პირველი სამი იფარება DCFTA-ით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. რაც შეეხება მეოთხე თავისუფლებას, ეს ხდება ასევე ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში, რომელიც ასევე როგორც იცით მიმდინარეობს ამაზე მოლაპარაკებები და სავარაუდოდ უკვე მომავალ წელს მოხდება ვიზების ლიბერალიზაცია და მოკლევადიანი ვიზებით შეეძლებათ ქართულ მოქალაქეებს შევიდნენ ევროკავშირში. საქონლის თავისუფალი გადაადგილება იძლევა საშუალებებს, რომ ქართველმა მწარმოებელმა მეტი შეღავათი მიიღოს ევროკავშირში პროდუქციის გატანისას. რას ნიშნავს მეტი შეღავათი? ანუ დღეს ღვინის ექსპორტი ხორციელდება ევროკავშირის ბაზარზე, როგორც მოგეხსენებათ, ქართული ღვინო გადის ევროკავშირის ბაზარზე, მაგრამ იგი იბეგრება საბაჟო გადასახადით. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საბაჟო გადასახადი მასზე მოიხსნება. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ გავიდეს უფრო მეტი ღვინო, ანუ საქართველოში მოხდეს წარმოება უფრო მეტი ღვინის, უფრო მეტი წარმოება ნიშნავს უფრო მეტი ეკონომიკური დოვლათის შექმნას ქვეყანაში, ახალ სამუშაო ადგილებს, ახალი გლეხი რო ბრძანდებით, თქვენ ამ შემთხვევაში მიიღებთ თქვენი პროდუქციის პირველადი ნაწარმის ყურძნის გასაღების მეტ შესაძლებლობას. დღეს თაფლი ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს და შესაბამისად ვერ ხვდება ევროკავშირის ბაზარზე. რა კეთდება სახელმწიფოს მხრიდან? სახელმწიფოს მხრიდან აი ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში მოგროვილი იქნა დიდი რაოდენობით საცდელი ნიმუშები ქართველი წარმოებლების, ქართული თაფლის, გაგზავნილი იქნა ევროკავშირში, რათა მოხდარიყო მათი ლაბორატორიული შემოწმება და ასევე ინერგება სისტემა თაფლის წარმოებლების ზედამხედველობის, რაც აუცილებელი არის, აუცილებელი მოთხოვნა და პირობა არის ევროკავშირის მხრიდან იმისათვის, რომ თაფლის წარმოებლებმა თავის პროდუქტი შეიტანოს ევროკავშირის ბაზარზე. ხილი უკვე გადის ევროკავშირის ბაზარზე, შესაბამისად, თხილს არანაირი პრობლემა არ იქნება დღეს. უმეტესი ძირითადად პროდუქციის, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გადის ევროკავშირში, ის უკვე აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნას. არის რიგი პროდუქციისა, განსაკუთრებით არის თაფლი, ერთი და თქვენ ახსენეთ, ხორცს პროდუქტები და რძის პროდუქტები, რომელიც ხდება განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ და შესაბამისად არის საჭიროება იმისა, რომ ეს ორი მიმართულება მოვიდეს სრულ შესაბამისობაში ევროკავშირის მოთხოვნებთან, იმისათვის, რომ მოხდეს მათი ექსპორტი. კოოპერაცია, რა თქმა უნდა, არის ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რადგანაც ევროკავშირის ბაზარი გარდა იმისა, რომ ითხოვს მაღალ სტანდარტს, ვთქვათ, პროდუქციისას, ან მაღალ სტანდარტის დაკმაყოფილებას წარმოებლის მხრიდან, ასევე იმისათვის, რომ მოხვდე შენ ევროკავშირის საბაზრო ქსელში, ესე რომ ვთქვათ, საჭირო არის, რომ მიაწოდოს შესაბამისი რაოდენობის პროდუქცია. ერთი გლეხი ან ერთი ფერმერი ვერ შეძლებს მიაწოდოს ისეთი მოცულობა, ვთქვათ, რაც ევროკავშირის დიდ საელჩო ქსელებს შეიძლება ჰქონდეს, ან იმპორტიორებს შეიძლება აინტერესებდეთ. ამიტომ აუცილებელი არის გამსხვილება, აუცილებელი არის კოოპერაცია და ერთიანი გასაღების არხების მოწმობა. კიდე შესაძლებლობა, რაც ამ საქონელზე საბაჟო გადასახადის გაუქმებით შეიძლება მივიღოთ. ეს არის ახალი ინვესტიციები, რომელიც შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში. ჩვენ ველოდებით ინვესტიციებს ექსპორტზე ორიენტირებულ წარმოებაში, რომელიც ორიენტაციას გააკეთებს და რომელთა მიზანიც იქნება ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრა და თავის დაკვირვება. ასევე ევროკავშირთან ერთად მუშავდება სპეციალური პროგრამა, რომელიც ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, იმისათვის, რომ მათ შეძლონ ერთი გაიგონ თუ რა უნდა გააკეთონ, იმისათვის, რომ შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანა და მეორე მას შემდეგ რაც გაიგებენ რა უნდა გააკეთონ, რომ მათ ჰქონდეთ ასევე ფინანსური ინსტრუმენტები სახელმწიფოსგან, სპეციალური პროგრამები, რომელიც მათ დაეხმარებათ ამ მოდერნიზებაში და ამ ცვლილებების განხორციელებაში. ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ეს შეთანხმება
პირველივე დღიდანვე მოახდენს საქართველოს ეკონომიკის აყვავებას. ეს არის სრულ მოლოდინი. თუ ჩვენ დავეყნობით საერთაშორისო ვთქვათ ორგანიზაციების კვლევებს და გათვლებს, მათი ხედვით დაახლოებით 4%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდები დამატებით ამ შეთანხმების შედეგად. ეს არის დაახლოებით 5-10 წლის პერიოდი არის, როდესაც ხდება ინვესტიციების რელოკაცია, ანუ გადადინება ევროკავშირის თქვათ ამ შეთანხმებაზე ორიენტირებულ ინდუსტრიებში, ისინი რომელიც უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ ამ შეთანხმებისგან. ასევე ნავარაუდებია ექსპორტის ზრდაც, ეს არის 9-დან 12%-მდე.